უკრაინა გახდა რობოტული ომის ოსტატი. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. უკრაინის რის რობოტული არმია იზრდება. ის უფრო ძლიერდება და გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში. არავინ ელოდა ამას, როცა პუტინმა შეიჭრა. ომი, რომელიც ადამიანებისა და ტექნიკის დაპირისპირებად ითვლებოდა, შეიცვალა იმდენად, რომ ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს უკვე ადამიანები კი აღარ აკეთებენ. ციფრები უკვე ცნობილია. მიწის რობოტები უკრაინისთვის ახლა უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე ოდესმე. და შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედროებისთვის დიდი შეცდომა იქნება თუ უკრაინის მაგალითს არ მიბაძავ. 9 ივლისის ანგარიშში ევრომაიდან პრესმა გაამჟღავნა, რომ უკრაინის მიწის რობოტებმა ივნისში უფრო მეტი მისია შეასრულეს ვიდრე ოდესმე ომის განმავლობაში რუსეთთან. ეს ლითონის საოცრებები ფრონტის ხაზებზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ, ამარაგებენ და გადააქვთ აღჭურვილობა. ევაკუაციას უწევენ ჯარისკაცებს და ზოგ შემთხვევაში რუსულ პოზიციებზე შეტევებსაც კი ახორციელებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის მიწის რობოტებმა ივნისში 16600-ზე მეტი ლოგისტიკური და ევაკუაციის მისია შეასრულეს. და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ხსნის, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ყოველი მისია, რომელსაც რობოტი ასრულებს სამხედროების ნაცვლად, პოტენციურად გადარჩენილი სიცოცხლე, აცხადებს ფედოროვი. ჩვენ ამას უკეთ ვერ ვითხოვდით. მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარია არა მხოლოდ ის რაოდენობა, რამდენი მისია შეასრულეს უკრაინის მიწის რობოტებმა ივნისში, არამედ ის სწრაფი ზრდა, რაც ამ ტიპის რობოტული მისიების რაოდენობაში ვიხილე. აი მოკლე მიმოხილვა. იანვარში მიწის რობოტებმა 7511 მისია შეასრულეს. ფებრუარში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 7960 მიაღწია. შემდეგ მარტში 9072, აპრილში 11028, მაისში კი 14059. ივნისში უკრაინამ თვის მაჩვენებელს კიდევ 2500 მისია დაამატა, რაც რუსეთს ნამდვილად უნდა აფიქრებდეს. თუ უკრაინა ამ ტენდენციას გააგრძელებს, მალე ფრონტზე ლოგისტიკურ მისიებს ჯარისკაცები აღარ შეასრულებენ. რუსეთისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობას, რომ უკრაინელი ჯარისკაცები გაანადგუროს, რაც თავის მხრივ უკრაინას აძლევს საშუალებას უფრო დიდხანს შეინარჩუნოს თავისი გამაგრებული პოზიციები. ეს ყველაფერი საბოლოოდ რუსეთისთვის მეტ დანაკარგს ნიშნავს, თუნდაც არაპირდაპირად. ამ ყველაფრის ჯამში გამოვიდა ის, რომ უკრაინის სახმელეთო რობოტებმა ივნისში 18.6%-ით მეტი მისია შეასრულეს ვიდრე მაისში და იანვრის შემდეგ მათი შედეგიანობა ორჯერ მეტზე მეტი გახდა. ივნისის მაჩვენებლები 122%-ით მეტია ვიდრე წლის პირველ თვეში დაფიქსირებული მონაცემები. სულ 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში უკრაინის რობოტებმა 66300-ზე მეტი მისია შეასრულეს. ახლა კი უკრაინას ერთი მარტივი მიზანი აქვს. ჯარისკაცების სახმელეთო რობოტებით უნდა ჩანაცვლდეს, რათა ფრონტის ხაზზე ლოგისტიკური მისიების 100% სწორედ მათ შეასრულონ. უკრაინას ახლა მხოლოდ კავშირი აკავებს და არა ტექნიკა, ამბობს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი სერჰი ბუზკრესნოვი. იმისთვის, რომ უკრაინამ დრონების არმიის სრული პოტენციალი გამოიყენოს, მას უნდა გადალახოს ის სირთულეები, რასაც რელიეფი, ხეების ზოლი და ურბანბიზული ინფრასტრუქტურა ქმნის იმ სიგნალებისთვის, რომლებიც სახმელეთო რობოტებს ამუშავებს. ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინა ამ ომის დაწყებიდან მუდმივად ახდენს ინოვაციებს. ის იპოვის გამოსავალს, შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატიზირებული მარშრუტმოვლი მარშრუტის მოძებნისთვის, რათა სიგნალის დაკარგვა აღარ იყოს პრობლემა. მაგრამ ეს მომავალისთვისაა. ეხლა კი ერთი რამ ცხადია. უკრაინას 100%-ით მტკითა გადაწყვეტილი ცედავს გადაწყვეტილი. სახმელეთო რობოტები თავისი ფრონტის სტრატეგიის საკვანძო ნაწილად აქციოს. და ამას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო არ ამბობს. უკრაინის ჯარისკაცებიც სრულად ემხრობიან იმას, რომ რობოტებმა შეცვალონ ისინი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მაისში ფრონტის ხაზზე სხვადასხვა დანაყოფმა უკვე მიიღო 1028 სახმელეთო რობოტი, სხვადასხვა კონფიგურაციით DOT Chain-ის თავდაცვითი იარაღის marketplace-ის მეშვეობობით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს marketplace-ი ქულების სისტემაზე მუშაობს. ჯარისკაცები ქულებს იღებენ სხვადასხვა დამსახურებისთვის, მათ შორის დრონების განადგურებისთვის და სახმელეთო რობოტების ოპერაციების შესრულებისთვის. შემდეგ ისინი ამ ქულებს ცვლიან იმ სისტემებში, რომლებიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ფრონტზე. ასე რომ ეს უბრალოდ 1028 სახმელეთო რობოტის მიწოდება არ არის. ეს არის 1028 რობოტი, რომლებიც სპეციალურად შეარჩიეს ფრონტზე მყოფმა ჯარისკაცებმა, რადგან ისინი საჭიროა. და ამას რომ დავამატოთ, ევროპული Euromaidan Press აავლეს, რომ ჯარისკაცებმა marketplace-დან სულ 3062 სახმელეთო რობოტი შეუკვეთეს, რაც 46.6 მილიონი დოლარის ღირებულებას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს მცდელობას, რომ სახმელეთო რობოტებმა ფრონტის ხაზზე მოვალეობები გადაიბარონ, მხარს უჭერენ სწორედ ის ჯარისკაცები, რომლებსაც ეს რობოტები ცვლიან. ეს შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები რეალურად სურთ, რომ რობოტები მოვიდნენ და მათი სამუშაოები გადაიბარონ. მიზანია, რომ ფრონტის ხაზზე ყველა ლოგისტიკური ამოცანა რობოტებმა შეასრულონ. ამ მიზანს უკრაინის ჯარისკაცები სრულად უჭერენ მხარს. ამერიკაში კი ერთმა კაცმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ დროა ამერიკამ სერიოზულად მიაქციოს ყურადღება უკრაინის დრონებისა და რობოტების რევოლუციას.
უკრაინის მიღწევების ეფექტურობით გაოცებულ სენატორმა სენატორმა ლინცი გრეჰემმა 10 ივლისს აღნიშნა, რომ აშშ-თვის დიდი შეცდომა იქნება თუ უკრაინასთან არ ითანამშრომლებს და არ გამოიყენებს ქვეყნის მზად გამოცდილებას დროას დრონებსა და რობოტიკაში. ეს კომენტარები ლინცი გრეჰემმა გააკეთა მაშინ, როცა უკრაინას ეთვია და დრონების მწარმოებელი კომპანია Skyfall-ის საწარმოო ობიექტები შეაქო. დღეს მე ვეწვია უახლეს საწარმოს, რომელსაც აქვს უზარმაზარი საწარმოო შესაძლებლობები და აწარმოებს ტექნოლოგიებს, რომლებიც პლანეტაზე ნებისმიერი ზღვის ტექნოლოგიებზე ბევრად უფრო განვითარებულია. საჭიროება ყველა გამოგონების დედა, განაცხადა გრეჰემმა, სანამ აშშ-თვის თავის გაფრთხილებას დაამატებდა. მე ვფიქრობ, ამერიკისთვის დიდი შეცდომა იქნება, თუ ის უკრაინასთან ერთად დრონების სფეროში არ იმუშავებს. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, რადგან ჩვენ მზად ვიყავით უკრაინის მხარდაჭერისთვის მის ყველაზე ბნელ დროს, განაცხადა გრეჰემმა. ამ ამბის ამ ნაწილს სამწუხარო პოსტსკრიპტუმი აქვს. 12 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენატორი გრეჰემი მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტება, მაგრამ გრეჰემი ახლახან დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. გარდა ამისა, მან მოინახულა Skyfall-ის ობიექტი და მოუწოდა აშშ-ს ჩაერთოს უკრაინის დრონებისა და რობოტიკის რევოლუციაში. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნამდვილ ამერიკელ პატრიოტად აღიარებული გრეჰემი ფაქტობრივად თავის ბოლო გზავნილში მოუწოდებს აშშ-ს, რომ უკრაინის მიერ გაკეთებული განსაკუთრებულია და ამერიკის სამხედრო ძალებმა უნდა ჩაერთონ ამაში. ეს სამწუხარო შოკია, მაგრამ შესაძლოა სწორედ ამან გააცნობიეროს აშშ-ს, რომ უკრაინა ბევრად უფრო ღირებული პარტნიორი გახდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. სახმელეთო რობოტები მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს პარტნიორობა ასე ღირებულია ამერიკისთვის, რადგან უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს, რომ მისი ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას აძლევს ინიციატივა რუსეთზეც წაართვას. მოდით ერთი წუთით რუსეთზე გავამახვილოთ ყურადღება. როცა უკრაინის სახმელეთო რობოტები ფრონტის ხაზზე საქმეს აკეთებენ, რუსი ჯარისკაცები ალბათ ოცნებობენ, რომ მათაც ჰქონდეთ მსგავსი მხარდაჭერა. უკრაინა ფრონტის ხაზზე ლოგისტიკას რობოტებით მორდებით მართავს. რაც შეეხება რუსეთს, მისი ჯარისკაცები ყველაფერს ხელით აკეთებენ, რადგან პუტინი თავის ჯარს სიკვდილის მარშებზე აგზავნის, რაც მის არმიას ანადგურებს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ამ ვიდეოდან ახალ ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი შემჭეთ ჩვენი შემდეგი მასალები. ჩვენ გადაგიყვანთ ხერსონის ფრონტის ხაზზე. იქ United.4 მედია იუწყება, რომ რუს ჯარისკაცებს აიძულებენ 10 კილომეტრზე მეტის გავლა, მხოლოდ იმისთვის, რომ ფრონტის ხაზის პოზიციებამდე მივიდნენ. მაგრამ პუტინის ძალებისთვის პრობლემა მხოლოდ დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში მარში არ არის. ამ ჯარისკაცებს ფეხით უწევთ საბრძოლო მასალისა და მარაგების ტარება, რათა მიაღწიონ დნეპრის მიმართულებას, სადაც ხერსონის ტერიტორიაზე ბრძოლა მძვინვარებს. ეს ლოგისტიკური გამოწვევა კიდევ უფრო რთულდება, რადგან უკრაინის ძალები აფართოებენ სასიკვდილო ზონებს, რათა მეტი ტერიტორია დაფარონ, სადაც რუსეთის ჯარისკაცებს უწევთ გალა. ეს ინფორმაცია სერგეი საგაევისგან მოდის, რომელიც უკრაინის 34 ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის პრესპიკერია. ჩვენ დავამყარეთ ისეთი ძლიერი კონტროლი, რომ ყოველდღე ვაფართოებთ ჩვენს სასიკვდილო ზონას. თუ რუკას შეხედავთ კოსტოროზოვა, რადენსკი, რუსული ძალები იქ ვეღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ ყველგან შეგვიძლია მივუწდეთ მათ, ვიპოვოთ და გავანადგუროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციატივა ჩვენს ხელშია, თქვა სახაევმა, სანამ ახსნიდა, რას ხედავენ ახლა უკრაინის ძალები ფრონტზე. რუსები ვეღარ აღწევენ თავიანთ პოზიციებზე მანქანით. მათ თავად უწევთ საბრძოლო მასალისა და მარაგების ტარება და 10-11 კილომეტრის გავლა, რომ მიაღწიონ ქვეითთა ან საარტილერიო პოზიციებს. რასაც აქ ხედავთ, სასიკვდილო კონტრასტია. უკრაინა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ადრე ასეთ გზებს გადიოდნენ, ეხლა რობოტებით ანაცვლებს, რომლებიც რთულად შესამჩნევია გადაადგილებისას და უკვე გახდნენ ლოგისტიკური მოდერნიზებული ქსელის ნაწილი, რომელიც უკრაინას სიცოცხლეს უნარჩუნებს. რუსეთის პასუხი, როგორც ყოველთვის, საზარბაზნაზნე ხორცის გაგზავნა. მას არ შეუძლია უკრაინას რობოტების მხრევშეებ შეეჯიბროს. ამიტომ საბრძოლო მასალასა და მარაგებს ჯარისკაცებზე ტვირთავს და უგზანებს სასიკვდილო ზონებში გაიაროს. ის ჯარისკაცები, რომლებიც ტვირთით არიან დატვირთულები, ნელა მოძრაობენ და უკრაინის მუდმივად მყოფი დრონებისთვის აშკარა სამიზნეები ხდებიან. როგორც კი ჯარისკაცს შეამჩნევენ, ყველაფერი დასრულებულია. ან დრონის დათმით იღუპებიან, ან უნდა დააგდონ ტვირთი და გაიქცნენ, რომ გადარჩენის შანსი გქონდეთ. ორივე შემთხვევაში რუსეთის ფრონტის ხაზის ლოგისტიკა იშლება. და სწორედ პუტინის შეცდომაა, რომ არ ჩადო ინვესტიცია იმ ტექნოლოგიებში, რომელსაც უკრაინა ასე კარგად იყენებს, რის გამოც ეს ხდება. ფრონტზე შედეგები თავისთავად მეტყველებს. იმავე ივნისში, როცა უკრაინამ მიწის რობოტების რეკორდი დაამყარა, რუსეთმა თავისი მძიმე რეკორდი დაამყარა. 29490 საბრძოლო დანაკარგი. უკრაინა სულ უფრო უახლოვდება თავის მიზანს, თვეში 50000, რაც ფიოდოროვისა და ზელენსკის თქმით, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პუტინის მიერ დაწყებული ომი რეკრუტირების თვალსაზრისით მიუღებელი გახდეს. რუსეთი ვერ პოულობს გამოსავალს თავისი ლოგისტიკური პრობლემებისთვის. ლიგა ამატებს, რომ ეს მხოლოდ ის რამდენიმე კილომეტრი არ არის ფრონტისკენ, სადაც პუტინის ჯარები ნადგურდებიან, სანამ ისინი შეძლებენ მიიტანონ მარაგი და საბრძოლო მასალა საჭირო ადგილამდე.
რუსეთის სამხედრო ლოგისტიკა 20-დან 70 კილომეტრამდე სიღრმეში სულ უფრო ძვირი და სახიფათო ხდება რუსეთისთვის, რადგან უკრაინა აფართოებს თავისი დრონების მოქმედების არეალს. ჩვენ ვნახეთ ხერსონში სატრანსპორტო საშუალებების ნაკლებობის შესახებ მოხსენება. იგივე ხდება მთელ უკრაინაში, აცხადებს რუსლან მუზიჩუკი, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსპიკერია. მუზიჩუკის თქმით, რუსული მომარაგების კოლონები წარსულს ჩაბარდა და ახლა რუსეთს საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ერთი მანქანის გაგზავნა შეუძლია, რომელიც უკრაინის დრონებისთვის ადვილს ამიზნედ იქცევა. უკრაინამ 30 კილომეტრით გააფართოვა შეტევები რუსულ საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე, რათა ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვაოს. და ახლა უკვე იმ დონეზეა, რომ ყოველ თვე 190-ზე მეტ ასეთ ობიექტს უტევს. წინ კიდევ უფრო შორს, 50-დან 200 კილომეტრის დიაპაზონში, ჩვენ ხედავთ მსგავს განადგურებას. ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს, რომ უკრაინის კიდევ ერთი რობოტიკის ინოვაცია, საშუალო რადიუსის დრონები, თითქმის შეუძლებელს ხდის რუსეთს ფრონტის უკან სტაბილური ლოგისტიკური ქსელის შენარჩუნებას. ეს დრონები ახორციელებენ თავდასხმებს სატვირთოებზე, რომლებიც იყენებენ ლოგისტიკურ მარშრუტებს, რომლებიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსა. ისინი ანადგურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონების გაშვების ადგილებს და სარდლობისა და მართვის პუნქტებს, რომლებიც შექმნილია ფრონტზე რუსეთის შეტევების ორგანიზებისთვის. პირმა იგრძნო ამ ქაოსის გავლენა რუსეთის ზურგში და ახლა ებრძვის საწვავის მასიურ დეფიციტს, რადგან უკრაინა იზოლირებს ნახევარკუნძულს. მაგრამ ეს გავლენა მთელ უკრაინაში იგრძნობა. ეს არის მრავალფენიანი ლოგისტიკური ბლოკადა. საწვავი და მარაგები მასობრივად ნადგურდება რუსეთის ზურგში. რაც არ უნდა მიაღწიოს ახლო ზურგამდე, ისიც მიზანშია ამოღებული, რადგან თავდასხმებმა მანქანებზე, საწვავის საცავებსა და საბრძოლო მასალის საწყობებზე რუსეთი აიძულა ინდივიდუალური მანქანები გაგზავნოს, თუ საერთოდ დარჩა მანქანები გასაგზავნად. ხერსონში აშკარად აღარ არის მანქანები, ასევე არ არის სახმელეთო რობოტებიც. რუს ჯარისკაცებს უწევთ ნელა მოდრავი სამიზნეები გახდნენ სასიკვდილო ზონებში, როცა ცდილობენ საბრძოლო მასალა და მარაგი 10 კილომეტრზე წაიღონ ფრონტის ხაზამდე, რომელსაც ამ ჯარისკაცების უმეტესობა ვერასდროს იხილავს. უკრაინის დრონები მათ დიდი ხნით ადრე გაანადგურებენ, სანამ ისინი ტვირთს საჭირო ადგილამდე მიიტანენ. რუსეთის ლოგისტიკის მიდგომა ახლა აშკარად მოძველებულად გამოიყურება, როცა მას უკრაინის ფრონტის ხაზზე სახმელეთო რობოტების ბრწყინვალე გამოყენებას ვადარებთ. ეს არნიშნავს იმას, რომ რუსეთი სასოწარკვეთილად არ ცდილობს უკრაინის სახმელეთო რობოტების ლოგისტიკური რევოლუციის მიბაძვას. თუ სხვას გეტყოდით, მოგატყუებდით. როგორც pravda, მაისში იტყობინებოდა რუსეთმა თავისი პირველი სახმელეთო რობოტული სისტემა ჯერ კიდევ 2024 წელს მიიღო. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რუსეთმა ვერ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო ეს რობოტები. და მიუხედავად ყველა თავისი რესურსისა, რუსეთმა საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო მიწის რობოტებში, როთა თავიდან აეცილებინა ისეთ სიტუაციები, როგორიცაა დატვირთული ჯარისკაცებისთვის 10 კილომეტრი ფეხით სიარულის ბრძანება სასიკვდილო უკრაინულ სასიკვდილო ზონებში. ციფრები აჩვენებს განსხვავებას რუსეთსა და უკრაინას შორის სახმელეთო რობოტების კუთხით. pravda ამბობს, რომ რუსეთში დაახლოებით 20 კომპანიაა, რომლებიც 29 სხვადასხვა ტიპის მიწის რობოტს აწარმოებენ. ამ კომპანიებიდან 12 დასავლეთის სანქციების ქვეშაა, რაც რუსეთს საერთოდ არ ეხმარება. შედარებისთვის უკრაინამ მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში 67 ახალი ტიპის მიწის რობოტი დაამტკიცა. ეს ორჯერ მეტსაც აღემატება, ვიდრე რუსეთმა მთლიანობაში რობოტების ტიპები შექმნა და ეს ყველაფერი მხოლოდ 3 თვეში. უკრაინა ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, რათა მეტი მიწის რობოტი მიიყვანოს წინა ხაზზე. უკვე 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინამ დაახლოებით 25,000 რობოტის შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა. ეს ორჯერ მეტსაც აღემატება, ვიდრე 2025 წელს მთლიანად შეძენილი რობოტების ბის რაოდენობა და უკრაინა ამით არ აპირებს გაჩერებას. გეგმის მიხედვით, როგორც ზელენსკი ამბობს, წლის ბოლომდე უნდა იყოს წარმოებული დაახლოებით 50,000 სახმელეთო რობოტი. და გახსოვდეთ, ეს რობოტები FPV დრონებივით არ არიან. ისინი კამიკაძე მისიებზე არ მიდიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ერთჯერადი აღჭურვილობა არ არის. უკრაინა ამ რობოტებს მრავალჯერ გამოიყენებს, სანამ რუსეთს არ გაუმართლებს და არ გაანადგურებს მათ. როდესაც უკრაინა კიდევ უფრო გაზრდის წარმოებას, მას ექნება სახმელეთო რობოტების ნამდვილი არმია, რომელიც ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება რუსეთს, მას ექნება ის, რასაც ხერსონში ვხედავთ. მოძველებული ადამიანურ შრომაზე დამყარებული ლოგისტიკა, რომელიც ვერ უძლებს უკრაინის სასიკვდილო ზონების გამანადგურებელ ძალას. მოდით უფრო ფართო სურათს შევხედოთ. რატო არის მნიშვნელოვანი ის, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ რეკორდს ამყარებს სახმელეთო რობოტების გამოყენებაში. ჩვენ ვისაუბრეთ ცოცხალი ძალის ჩანაცვლებაზე და ეს ყველაზე აშკარა სარგებელი. ყოველი სახმელეთო რობოტი ფრონტზე იცავს იმ ჯარისკაცის სიცოცხლეს, რომელსაც შეიძლება ლოგისტიკური მისიის შესრულება მოუწევდა, რომ არა ეს რობოტი. ომის გათხრებით ეს ნიშნავს ერთი რესურსის გამოყენებას, რათა ბევრად უფრო ძვირფასი რესურსი გადავარჩინოთ.
მაგრამ როცა გათვლებებზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვისაუბროთ ფასზეც. RBC უკრაინის მიხედვით ის სახმელეთო რობოტები, რომელსაც უკრაინა აშენებს, ჩვეულებრივ 200-დან 40,000 დოლარამდე ღირს. ეს თანამედროვე ომში წვრილმანია, განსაკუთრებით იმ პლატფორმებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ. მარაგების გადაზიდვიდან და ჯარისკაცების ევაკუაციიდან დაწყებული, ნაღმების დადებით, FPV დრონების გაშვებით და საკუთარი დარტყმითი მისიების შესრულებით დამთავრებული. ასევე შეგვიძლია მარტივი გამოთვლების დავინახოთ, რომ 2026 წელს უკრაინა სახმელეთო რობოტებზე 100 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე დახარჯავს. მაგრამ როდესაც ეს რობოტები ამდენ მისიას ასრულებენ და ამ პროცესში სიცოცხლებსაც იცავენ, მაშინ მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიცია აზრს იძენს. ეს განსაკუთრებით ასეა, როცა ვხედავთ, როგორც ცვლიან სახმელეთო რობოტები, თლიანად ფრონტის ხაზს, რომელსაც რუსეთი ცოცხალი ძალითა და რკინით გაბატონებას ცდილობს. ამჟამად ორივე რესურსი რუსეთს უმცირდება, რაც უკრაინისთვის სახმელეთო რობოტიკაზე გადასვლას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქცევს. ზელენსკიმ უკვე უწოდა ამ ტექნოლოგიას შემდეგი დიდი ნაბიჯი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად და რასაც ის ამით გულისხმობს, მარტივია. უკრაინას თავისი ცოცხალი ძალის კრიზისი აქვს და ეს რობოტები მის გადაჭრაში ეხმარება. 4 წელზე მეტი ხნის ომის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა მდგომარეობაში, სადაც გაჭირდა ახალი ჯარისკაცების მოზიდვა. Long War Journal იუწება, რომ გაძლიერდა გაწვევის თავიდან არიდება და ჯარისკაცების თვითნებურად არ ყოფნის შემთხვევები. უკრაინა ცდილობს ამ პრობლემების მოგვარებას. შემოღებულია საკონტრაქტო რეფორმები, რომლებიც სამ სახის სამხედრო კონტრაქტს ითვალისწინებს. 10-დან 24 თვემდე ვადით, იმის მიხედვით, რა როლს შეასრულებს ახალი რეკრუტი. და შტორმის კრეითი ჯარისკაცების ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 6,700 დოლარამდე თვეში, რაც უკრაინის საშუალო თვიურ ხელფასზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია. ახალი გადავადების სისტემა ასევე იცავს ჯარისკაცებს მომავალი მობილიზაციისგან, მას შემდეგ რაც მათი კონტრაქტი დასრულდება. მიუხედავად ამისა, უკრაინას ადამიანური რესურსების პრობლემები აქვს. ამ პრობლემების გადაჭრა ალბათ ის მთავარი როლია, რომელსაც სახმელეთო რობოტები შეასრულებენ, როცა ომი 2026 წელს და მის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ რობოტებიდან ყველაზე იაფი ღირს შეტევითი ჯარისკაცის თრიური ხელფასის მესამედზე ნაკლები. ამიტომ უკრაინა უგუნური იქნებოდა, რომ არ დაებანდებინა. და ამ რობოტების გამოყენებით ბევრი იმ ჯარისკაციდან შეძლებს დარჩეს ფრონტის ხაზის უკან შედარებით უსაფრთხოდ, რადგან ისინი მართავენ თავიანთ რობოტებს დისტანციურად. მეტი უსაფრთხოება ჯარისკაცისთვის, უკეთესი ლოგისტიკა უკრაინისთვის. საბოლოოდ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უკრაინის სახმელეთო რობოტების ინდუსტრია აფეთქდა 2025 წელს და წინა წელთაშედან შედარებით 488%-ით გაიზარდა. და ეს ზრდა აშკარად გაგრძელდა. ქვეითი ჯარი არ ქრება. ყოველთვის, როცა უკრაინას ტერიტორიის დაბრუნება სურს, ქვეით ჯარზე მოთხოვნა კვლავ არსებობს. ასეც არის, მაშინაც კი, როცა საჰაერო დრონებს მიწის რობოტებთან ერთად ვიყენებთ. მაგრამ ამ ახალი თაობის მანქანები ქვეით ჯარისკაცებს ბევრად უადვილებს თავიანთი საქმის შესრულებას. მიწის რობოტები ჯარისკაცებს ამარაგებენ და დაჭრილებს ევაკუირებენ, ხოლო დრონები რუს ჯარისკაცებს მათ გამაგრებულ პოზიციებში ესხმიან თავს. ის რაც ადრე ხელით ხდებოდა და მოითხოვდა მომარაგებაზე მორბენალებს და ჯარისკაცებს, რომლებიც შენობიდან შენობაში ან თხრილიდან თხრილში გადაადგილდებოდნენ, ახლა გამარტივებულია რისკის შესამცირებლად. და თუ უკრაინა შეძლებს კომუნიკაციისა და სიგნალების პრობლემების გადაჭრას, მიწის რობოტები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. როგორც გამოსავალი შემოთავაზებულია მეშ-ქსელები, რომლებიც შეიძლება თამაშის წესებს შეცვლია. მაგრამ ამ მომავალი მიღწევების გარეშეც კი უკრაინის მიწის რობოტებს აქვთ გარდამტეხი ძალის სტატუსი. უკრაინის რობოტების არმიამ ივნისში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა შესრულებული მისიის რაოდენობით. ეს ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში 6-ვე თვეში რეკორდი დაამყარეს. და დარწმუნებული ვართ, რომ ივლისიც კიდევ ერთი რეკორდული თვე იქნება. შემდეგ აგვისტო და მერე უკვე ხდებით რა ხდება. რობოტების რევოლუცია უკრაინაში ან წუთებში მიმდინარეობს. რუსეთი ვერ ახერხებს ფეხის აწყობას. მისი ჯარისკაცები სიკვდილზე მიდიან, მაშინ როცა უკრაინის რობოტები მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ უკრაინის გამარჯვებაში. ინოვაცია უკრაინის ყველა მოქმედების საფუძველში დევს. ხანდახან უკრაინა ყველაზე მოულოდნელ იარაღებს იგონებს და მათ ნამდვილ მკვლელებად აქცევს. ჩვენ ნახეთ ყველაფერი. მიწის რობოტები, რომლებიც ნაღმებს შეტევაზე მიაქვთ და საზღვაო დრონები, რომლებიც რუსულ გემებს ანადგურებენ. მაგრამ რაც აქამდე არ გვინახავს, ესაა ღობის ბოძები. დიახ, სწორად გაიგეთ, ღობის ბოძები. უკრაინამ შექმნა საოცარი ახალი იარაღი, რომელიც ისეთივე მარტივია, როგორც დამანგრეველი. ამაზე მეტი შეგიძლიათ გაიგოთ, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რადგან ჩვენ ვაანალიზებთ უკრაინის უახლეს ნაბიჯებს ომში რუსეთის წინააღმდეგ. და მადლობა როგორც ყოველთვის, რომ გვიყურებთ.